წელს ზაფხულის ცხელ დღეებს 20-მდე ბავშვი სოფელ პერევისის საზაფხულო ბანაკში გაატარებს. საზაფხულო სეზონი განახლდა და ახლა პატარები იმ ადგილს ათვალიერებენ, სადაც დროებით დაისვენებენ და 10 საინტერესო დღეს დაჰყოფენ. ზოგი მათგანი საზაფხულო ბანაკში პირველად იმყოფება. მე მესამე წელია რაც ამ პერევისის ბანაკში ვარ. ძალიან მომწონს საქაურობა. ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ და კიდევ მინდა რომ მოვიდე ამ ბანაკში, რადგან აქ ძალიან კარგია. მაცნობის გამგეობიდან და ძალიან გემეხარდა, რომ პირლად არის ჩემი შვილიშვილი. და რა ვიცი, აბა ძალიან იმედი მაქვს, რომ ყურადღების ქვეშ იქნება. პროექტი წლების განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ხორციელდება, რაც სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე და შეჭირვებული ოჯახების 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასო დასვენებას გულისხმობს. როგორც წინა წლებში, წელსაც პერევისის საზაფხულო ბანაკი მოეწყობა ძირითადად სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, თუმცა არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც ეს სტატუსი არ გააჩნიათ და მაგრამ არიან შეჭირვებული ოჯახებიდან. ინფორმაცია მათ შესახებ მოგვაწოდეს სოფლის რწმუნებულება, რითაც დიდ მადლობას მოვახსენებ. ბანაკი ბავშვებს დროის სასიამოვნოდ გატარებას თავაზობს. 4-ჯერადი კვება, ექსკურსიები, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. ასეთია ბანაკის განრიგი. ვცდილობთ, რომ ბავშვებს შევუქმნათ მათთვის სასურველი გარემო პირობა, თუმცა შენობა ამის საშუალებას ცოტა ნაკლებად გვაძლევს. გაურემონტებელ შენობაში უწევთ ცხოვრება ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად შევუქმნათ ის პირობები, რომ ეს 10 დღე ხალისიანად, დატვირთულად და კარგად გაატარო. მე ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ, გავისრობ მეგობრებს და მეგობრებით ვითამაშებთ. ბანაკის სტუმრების ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და აქტიურ დასვენებაზე 2 აღმზრდელი, 2 საღამოს ძიძა, ექთანი და თავად ბანაკის ხელმძღვანელი იზრუნებენ. საზაფხულო ბანაკში დღეების ათვლა 20 ივლისს დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.